მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider-ი ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით, ახალი კვირით, მნიშვნელოვანი სიახლეებით აქცენტები გველოდება ამ კვირის განმავლობაში, რომელსაც ტრადიციულად შემოგთავაზებთ ჩვენს ყველა გადაცემაში, ჩვენს ყველა პლატფორმაზე და რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს გასული კვირის საკმაოდ საინტერესო, ასე ვთქვათ, მიმდინარეობა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ძალიან ვრცლად და ღრმად ვისაუბროთ ახლა კიდევ უფრო მეტად გულისხმობ რა თქმა უნდა ეკონომიკის ძირითად მაჩვენებლებს, რომელთა შესახებაც ჩვენ აქცენტს ვაკეთებდით მუდმივად, ვნახეთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ვნახეთ მაჩვენებლები ინვესტიციების, ვნახეთ ბიზნეს ბრუნვის პროდუქციის მოცულობის დასაქმების მაჩვენებლები და კვირის ბოლო ნაწილში უკვე ვნახეთ გამოკვეთილად მნიშვნელოვანი რამ უდიდესი და უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება, რაც კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოს ეკონომიკური სისტემის მდგრადობის, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის სისწორის, საქართველოს ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობის კიდევ ერთი ხაზგასმაა შეიძლება ითქვას ამ წილში და ჩვენ ვხედავთ რა თქმა უნდა თანმიმდევრულ პოლიტიკას და სწორედ ამ თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარება ის შედეგები, რომლებიც გვაქვს. ცხადია, ჩვენ ვსაუბრობდით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, თუმცა კიდევ უფრო ვრცლად შეგვიძლია მიმოვიხილოთ ის აქცენტები, თუ რა აქცენტები იქნა შემოთავაზებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან და პირველ რიგში პირველი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც უკვე კონკრეტულ ციფრობრივ მაჩვენებელს შევხედავთ ამ წილში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაჩვენებელი, სადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-დან გაიზარდა 6.5%-ად. ანუ როდესაც უყურებთ ჩვენ ამ მაჩვენებელს, პირველ რიგში ეს არის საკმაოდ სამბეჭდავი ზრდა, აპრილის შემდგომი განახლება და ამასაც უნდა მივაქციოთ აუცილებლად ყურადღება. სულ ცოტა ხნის წინ ითვლებოდა, რომ იქნებოდა 5.3% და ახლა და ამ პერიოდში, აი ამ მოკლე ამ პერიოდში ჩაითვალა, რომ 5.3%-დან 6%-მდე გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი მაჩვენებელია, ბუნებრივია ამ წილში და კიდევ ერთხელ ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაჩვენებელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჩვენ საუბრობთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ჩვენ ვნახეთ ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკის მხრიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება. ცოტა უფრო ადრე ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის მხრიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის, ანუ გულისხმობთ ამ შემთხვევაში ცხადია ლოგიკურად 2026 წლის პროგნოზებზე და ევროკომისიის მხრიდან ვნახეთ ეს გაუმჯობესება. მანამდე ვნახეთ ფაქტიურად ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან, ვნახეთ ყველა სარეიტინგო სააგენტოს მხრიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ეს ყოველივე და ეს პროცესი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს გარშემო არსებული ვითარებაზე, დანარჩენ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და დანარჩენ მსოფლიოში არ თუ შორს ჩვენს ფართო რეგიონში არსებულ ვითარებაზე, გულისხმობთ კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში, გულისხმობთ რუსეთ-უკრაინის ომს ამ ჭრილში და ამ ფონზე საქართველო არათუ ინარჩუნებს სტაბილურობას, საქართველო განაგრძობს ზრდას და კონკრეტული ციფრობრივი მაჩვენებელი არის წარმოდგენილი სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან. ხშირად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რაში გამოიხატება და რაში ითარგმნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის თუ სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასება. ითარგმნება ძალიან მარტივ აქცენტში, ინვესტორები უყურებენ თუ როგორ იზრდება ეს ქვეყანა. და ცხადია, ინვესტორები თვლიან, რომ ამ ქვეყანაში ინვესტირება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ ქვეყნის სწორი ზრდა და ასეთი მაღალი ტემპით ზრდა ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ასევე ექნება სოლიდური შემოსავალი, სოლიდური შედეგი. და ჩვენ ვნახეთ ასევე უპრეცედენტოდ გაზრდილი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების რაოდენობა პირველ კვარტალში. დიახ, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ჩვენ ვიღებთ სწორ და ძლიერ შედეგებს. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები არის კვლავ ძლიერი. დიახ, როდესაც
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან ხდება შეფასება საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების სიძლიერის, ეს ცალსახად ნიშნავს ძალიან მაღალკვალიფიციურ შეფასებას იმ ყველა მაჩვენებელთან მიმართებაში, იმ ყველა ასპექტთან მიმართებაში, რომელიც ქმნის ეკონომიკურ მდგრადობას, რომელიც ქმნის კარგ პირობებს ეკონომიკის შემდგომის დისათვის. და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან შეფასებაში ეს აღნიშნა მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მესიჯია სწორედ იმ ინვესტორებისთვის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც საკმაოდ საინტერესო აქცენტს ვნახავთ, საუბარია ამ შემთხვევაში ინფლაციურ ნაწილზე და საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია საქართველოს ინფლაცია 2027 წლის შუა პერიოდისათვის დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. ჩვენ ვნახეთ ინფლაციის გარკვეულწილად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებული გულისხმობ ამ შემთხვევაში არა განსაკუთრებულად მაღალ მაჩვენებელს, არამედ მიზნობრივი მაჩვენებელიდან, ანუ 3%-იანია კიდევ ერთხელ შევახსოვოთ ჩვენს მაყურებელს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრული აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს და ჩვენ ვნახეთ 3%-დან გადახრა, მიზნობრივი მაჩვენებელიდან გადახრა ამ შემთხვევაში ინფლაციური ნაწილი, თუმცა ვხედავთ ასევე დაბრუნების ტენდენციას, ანუ შემცირების ტენდენციას ამ წელში და აქაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას, გათანაბრებას ნაწილს და რატომ არის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთის მხრივ პროგნოზირებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ნებისმიერ ეკონომისტისთვის ცნობილია ძალიან მარტივი ფაქტი, რომ მაღალ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი გამოწვევა არის ინფლაციური პროცესი. და ამავდროულად მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჩვენ შემთხვევაში პროგნოზირებს ინფლაციის შემდგომ შემცირებას. და რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეს მეტყველებს სწორედ ეკონომიკური პოლიტიკის სიჯანსაღეს, ჯანმრთელ, სწორ ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ უკვე შევხედავთ ვითარებას დაკავშირებულს მიმდინარე ანგარიშების დეფიციტთან და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ისტორიულ მაჩვენებელზეა, შეიძლება ასე ვთქვათ, ისტორიულ მინიმუმზეა ფინანსური პროდუქტის 2.6%-მდეა შემცირებული მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი. დიახ, ეს არის სწორი მიდგომა, ასევე როდესაც ჩვენ ვანულებთ რისკებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტთან დაკავშირებით და ამ კუთხით შეიძლება ითქვას, საქართველოს განსაკუთრებულად ძლიერ მაჩვენებლებს აჩვენებს. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც აღნიშნულია ერთ-ერთი მთავარი ნაწილი თუ რას გულისხმობს ბუნებრივად მიმდინარე ანგარიშების დეფიციტის შემცირება, რაზე მეტყველებს საბოლოო ჯამში, ვინაიდან ბევრმა შეიძლება თქვას, რომ რას ნიშნავს 6%-ამდე ეს ისტორიული შემცირება რა არის, ძალიან მარტივად აქაბე აქვს ახსნილი საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომ მიმდინარე ანგარიშების დეფიციტების შემცირება, ისე როგორც საერთაშორისო რეზერვების და ანუ ამ ფონდზე როდესაც მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და პარალელურად იზრდება ისტორიულ მაქსიმუმზე, შეიძლება ასე ითქვას, საერთაშორისო რეზერვები საგარეო სექტორის პოზიციებს, ქვეყნის საგარეო სექტორის პოზიციებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. რა თქმა უნდა, საგარეო სექტორის პოზიციების გაუმჯობესება ამ ქვეყანას კიდევ უფრო მეტად ჭირდება ეკონომიკურ ჭრილში. და დიახ, ჩვენ ვნახეთ რეზერვების ისტორიული მაჩვენებელი და მათ შორის ჩვენს დღევანდელ მიმოხილვაში აუცილებლად შევეხებით უფრო მეტად დასკვნით ნაწილში რეზერვების მიმართულებას და რეზერვების ნაწილს და საკმაოდ საინტერესო ტენდენციას დავაკვირდებით ამ კუთხით და გვექნება ასევე შედარების საშუალება. თუმცა რა თქმა უნდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდზე საუბრის დროს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას და ანგარიშზე საუბრის დროს აუცილებელია აღინიშნოს ის რეკომენდაციები, რომელსაც ფონდი გასცემს საქართველოსთან მიმართებაში. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც სწორედ რეკომენდაციულ ნაწილზე ვისაუბრებ ჩვენ, სადაც რამოდენიმე ასპექტია გამოყოფილი. მონეტარული პოლიტიკა უნდა დარჩეს ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დაბრუნების მიმართულებით, ანუ ორიენტირებული, ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს და თუ ჩვენ შევხედავთ ამ შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის აქცენტებს, რომელიც შემოთავაზებულია მათ შორის უპირატესად საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან, ვხედავთ ზუსტ და სწორ ორიენტირს ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დაბრუნებისკენ მიმართულს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ასპექტი და ეს აქცენტი იქნას შენარჩუნებული. რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, უნდა შენარჩუნდეს
ისევე როგორც არის დისციპლინირებული და ამ კუთხით განსაკუთრებულად ხაზგასმულია პრიორიტეტული ხარჯების მიმართულება და მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ფისკალური დისციპლინა სრულად არის შენარჩუნებული ამ კუთხით და რა თქმა უნდა ეფექტიანი ხარჯვის პოლიტიკა გაგრძელდება სახელმწიფოს მხრიდან ამ კუთხით ასევე ჩვენ ვხედავთ არაერთ საინტერესო რეფორმას რომელიც კიდევ უფრო მეტად არის განმამტკიცებელი სწორედ ფისკალური პოლიტიკის დისციპლინის სიძლიერისკენ და რა თქმა უნდა ხარჯების ეფექტურობის მიმართულებით. ამ კუთხითაც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ და არაერთი აქცენტი გავუკეთებია და დიახ ესეც არის რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ პარალელურ რეჟიმში სრულდება და რა თქმა უნდა სტრუქტურული რეფორმების განხორციელება, რომელიც საჭიროა იმ მნიშვნელოვანი პრიორიტეტის ამ შემთხვევაში ძლიერი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად, რომელსაც უნდა უზრუნველყოს ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელსაც ქვია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. რა თქმა უნდა მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენ მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე. მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენ სამუშაო ადგილების მნიშვნელობაზე, ვინაიდან ასე უფრო სწორად, უფრო აქცენტირებულად, უფრო ზუსტად მიდის ეკონომიკური ზრდის სიკეთეები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. რა თქმა უნდა ღირსეული დასაქმება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი და რა თქმა უნდა ამ კუთხით არის ყველა ნაბიჯი გადასადგმელი და ამ კუთხით იდგმება ყველა ნაბიჯი, მათ შორის ჩვენ ყოველთვის გვესმის პრემიერ-მინისტრის შეფასებებში, როდესაც პრემიერი საუბრობს ეკონომიკაზე, თუ რაოდენ დიდი გამოწვევაც არის და თავარი მიზანიც არის საქართველოში უმუშევრობის კიდევ უფრო მეტად შემცირება და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო რეკომენდაციები ამ კუთხით, რომელიც შემოთავაზებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან და ეს არის შეიძლება ითქვას ის ძირითადი რეკომენდაციები და ის ძირითადი აქცენტები, რომელიც მიმდინარე პერიოდშიც ხორციელდება. და როდესაც ჩვენ საუბრობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას და ანგარიშსაც ვთქვათ ვრცელმიმოხილვაზე, აქვე ვნახოთ ის შეფასებები, რომლებიც გვაქვს სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აი ამ აქცენტებზე, აი ამ დოკუმენტაციებზე, აი ამ აღიარებას და ამ რეკომენდაციებთან მიმართებაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი აპრილის პროგნოზთან შედარებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. კერძოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2026 წელს ელოდება, რომ საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, რაც აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 1.2%-ული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული 2027 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ფონდი ელის, რომ 2027 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზრდება. რა თქმა უნდა, ფონდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ხდება იმ ფონზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს კონფლიქტი და აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას. ასევე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხაზს უსვევს საქართველოს მთავრობის გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, მათ შორის ხაზგასმულია წინა წლებში შენარჩუნებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ასევე ხაზგასმულია ფისკალური დისციპლინის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და საერთაშორისო ბუფერების დაგროვების კუთხით მიღწეული პროგრესი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა ელის, რომ 2026 წელს ისევე როგორც შემდგომ წლებში ეკონომიკური ზრდის ის ტენდენციები შენარჩუნდება, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება. რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს უწყობს ერთის მხრივ ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მეორეს მხრივ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, რაც პოზიტიურად აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. რეალური ეკონომიკა მისი თვალსაჩინით 6.5% გაიზრდება წელს, მომავალ წელს 5.7%-ით. გააუმჯობესა აგრეთვე ამერიკულ დოლარში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ფონდის შეფასებით წელს ეკონომიკა ამერიკულ დოლარში 14%-ით გაუმჯობესდება, ხოლო 2026-21 წლებში 10.5% იქნება დოლარში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი. იზრდება საქართველოს ეკონომიკა და ჩვენ მალე მივაღწევთ მიზანს, რასაც ქვია მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღება. 2030 წლისთვის საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. აღნიშნული გამოწვეული არის იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც მთავრობა ატარებს, ასევე უცხოური ინვესტიციების შემოდინებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს სახეზე. პირველ 4 თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები და ზოგადად ბოლო 4 წელიწადში ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. ჩვენი მიზანი არის, რომ აღნიშნული ზრდა თანაბრად იგრძნოს მოსახლეობა. დიახ, ჩვენ ვნახეთ შეფასებები სახელმწიფო სექტორის მხრიდან ამ
ნაწილში და განსაკუთრებით ბუნებრივია მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობის უზრუნველყოფა ამ ჭრილში იმ რეფორმების განხორციელების ნაწილში, რომელიც მათ შორის არის რეკომენდაციებში მოცემული და რომელიც ხორციელდება, რომელიც მიმდინარეობს და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ რეზერვების ნაწილზე, რაც აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაში, როგორც საგარეო პოზიციების გაძლიერება ამ შემთხვევაში ქვეყნისთვის რეზერვების ჭრილში და ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორს ნომერ 1 საინვესტიციო ბანკის ალთენ თაგართის ანალიტიკურ მაჩვენებლებს მოვიშველიებთ. პირველი გრაფიკა ამ ნაწილში თუ შეიძლება, სადაც შევხედავთ ვითარებას, რომელიც პირველ რიგში ინფლაციურ ნაწილს უკავშირდება და გადავალთ რეზერვების ნაწილზე ამ კუთხით, აი ინფლაციის ნაწილზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაში აღნიშნული იყო, რომ დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს 2027 წლისთვის, საბამისად ეს კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს და თუ დავაკვირდებით, აქაც ამ ვითარებაში კლების ტენდენცია ამ კუთხით დაწყებულია 5.7%, კიდევ ერთხელ 3%-ია აღნიშნული, სწორედ მწვანე მაჩვენებელი გვეუბნება 3%-ია მიზნობრივი მაჩვენებელი საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან განსაზღვრული და სწორედ ამ მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას ინფლაციის შემცირებას, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად და უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ინფლაციური ტენდენციის შემცირება და შემდგომი დიაგრამა, სადაც უკვე რეზერვებთან არსებულ სიტუაციას შევხედავთ ამ ჭრილში, რომელიც ჯამში ყველა ტიპის გარანტიაა, ასე ვთქვათ, სტაბილური მონეტარული პოლიტიკის განხორციელების და რეზერვების ნაწილზე ხამ შემთხვევაში მაისის მდგომარეობით ვხედავთ თუ რა მაჩვენებელია ძირითადში დაფიქსირებული და აქ მინდა მივაქციოთ ყურადღება განსხვავებული შეფერილობის მოწითალო ფორთოხლისფრო ნაწილს დიაგრამის ჭრილში და დავაკვირდეთ, რომ არის ოქროს ნაწილი. ანუ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ის დივერსიფიცირებული პოლიტიკა რეზერვების ნაწილში და მათ შორის ოქროთი უზრუნველყოფის ნაწილი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჩვენს ხუთშაბათის გადაცემაში აღნიშნულთან დაკავშირებით ვსაუბრობდით და მათ შორის ვნახეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ქალბატონი ეკამიკაბაძის შეფასება ასევე ამ ნაწილზე, თუ რამდენად სწორია ოქროთი უზრუნველყოფის ნაწილის გაძლიერება და ამ კუთხით რამდენად სწორი აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა და არა მხოლოდ ამ კუთხით ეს არის ჩვენი შეფასება, ხო, საერთაშორისო სტანდარტი და საერთაშორისო ტენდენცია არის სწორედ ოქროს რეზერვების ნაწილზე მიმართული და მე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკის დროსაც აღვნიშნე, რომ ამ კუთხით შედარების საშუალება გვექნებოდა და შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება სწორედ შედარების საშუალებას გვაძლევს ამ ნაწილში. ცენტრალური ბანკები აგრძელებენ ოქროს რეზერვების და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ეს არის სწორედ ECB-ის, ევროპის ცენტრალური ბანკის შეფასება. დიახ, ევროპის ცენტრალური ბანკი აღნიშნავს, რომ ეს არის სწორი, ცენტრალური ბანკები აგრძელებენ ოქროს რეზერვების ზრდას. დიახ, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ნაწილია. კიდევ ერთხელ არა მხოლოდ ის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს აქვს, არამედ ცენტრალური ბანკები აგრძელებენ. ეს არის შეფასება ევროპის ცენტრალური ბანკის და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვწმუნდებით თუ რა დონეზე ზუსტი და სწორი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ამ ჭრილში. და ეს რაც შეეხებოდა ანალიტიკურ ნაწილს, ახლა ჩვენ გვინდა ვისაუბროთ კიდევ ერთ საინტერესო მიმართულებაზე, რომლის შესახებაც ასევე ვსაუბრობდით ჩვენს ხუთშაბათის გადაცემაში, ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო ჩინეთთან თანამშრომლობაზე, სტრატეგიული პარტნიორობის სრულიად ახალ დონეზე აყვანასთან დაკავშირებით ეკონომიკური თანამშრომლობის განსაკუთრებულად გაძლიერებაზე. ჩვენ ვხედავთ შედეგებს ჩინეთთან მიმართებაში, კონკრეტულ შედეგებს ჩინეთთან თანამშრომლობის მიმართებაში და მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ამ კუთხით ასევე შეგვეფასებინა და მიმოგვეხილა, ასე ვთქვათ, ჩინეთის ელჩის საქართველოში შეფასებები და შეგვიძლია პირველ რიგში ვნახოთ შეფასება ამ კუთხით. ჩინეთი და საქართველო გახდნენ კარგი მეგობრები. ორივე მხარე მტკიცედ უჭერს მხარს ერთმანეთის განვითარების გზას, რომელიც არჩეულია საკუთარი ხალხის მიერ და შეესაბამება ეროვნულ პირობებს. საქართველო ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა და ასევე ერთ-ერთი პირველი პარტნიორია სარტყელისა და გზის ინიციატივის პარკლებში. ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა განაგრძობს ზრდას. ჩინეთ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი 2024 წელს ამოქმედდა, რამაც ორ ქვეყანას შორის მოგზაურობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაზარდა. დიახ, მართლაც
ძალიან ბევრმა აქცენტმა სწორედ ჩინეთთან საქართველოს ჩინეთის თანამშრომლობის ჭრილში მოგვცა საშუალება სრულიად სხვა დონეზე გადასულიყო და გადაგვეყვანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა ბევრი მიმართულებით ვაჭრობა, ტურიზმი, ინვესტიციები რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი ქმნის სრულიად ახალ შესაძლებლობას შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით და რამოდენიმე აქცენტი ძირითადი თუ შეიძლება პირველი გრაფიკა რომელზეც ჩვენ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ როდესაც ჩინეთის ელჩი საუბრობდა ამ კუთხით აღსანიშნავია სწორედ ის აქცენტი რომ საქართველოს ევრაზიის რეგიონში და კონტინენტზე არის ერთადერთი ქვეყანა ამ კუთხითაც არა მხოლოდ პირველი ამ ჭრილში რომელსაც ჩინეთთან გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასევე არის ერთსარტყელი ერთი გზის ინიციატივის ერთ-ერთი პირველი პარტნიორი, მაგრამ როცა ვამბობ ერთადერთი არის ერთადერთი საქართველოს იმ ჭრილში, რომ საქართველოს ერთის მხრივ აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, ევროკავშირთან, მეორე მხრივ თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები DST-ს წევრ ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უკრაინასთან და ამ კუთხით მართლაც უნიკალური ქვეყანაა საქართველოს კონტინენტზე და რა თქმა უნდა ეს ქმნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქვეყნის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების მიმართულებით და ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და მქონდა პატივი 2018-21 წლებში ყოფილიყავი საქართველოში გაეროს კონსულტანტი ამ კუთხით, რომელიც მუშაობდა სწორედ ეს სარტყელი ერთი გზის ინიციატივის ეკონომიკური ასპექტების შეფასებაზე და მართლაც თამბეჭდავი იყო საქართველოს ჩართულობა საქართველოს მხრიდან გაჟღერებული ინიციატივები ამ ჭრილში. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ უკვე ვითარებას, რომელიც ასევე შეფასებულია ჩინეთის ელჩის მხრიდან, სადაც საუბარია უმნიშვნელოვანეს ასპექტზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე და საკვებ პროდუქტებზე, მათ შორის ჩვენთვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტზე, ღვინო, სანელებლები, მინერალური წყალი, რომელიც სულ უფრო სწრაფად იკავებს ადგილს ჩინეთის ბაზარზე და მართლაც ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან ყოველთვის ისმოდა კითხვა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების დროს რა მოხდებოდა, რა სარგებელს მოუტანდა ის ქვეყანას და აქ არის კონკრეტული აქცენტები, კონკრეტული სარგებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს, დიახ, საუბარია კონკრეტულად საექსპორტო პროდუქციაზე, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, საკვებ პროდუქტებზე, რომელიც თავისუფლად ექსპორტირდება ჩინეთის ბაზარზე და ვხედავთ ჩვენ ასევე ვაჭრობის ტენდენციას და ვაჭრობის დინამიკას ამ კუთხით და მესამე და ბოლო ასპექტი, რადგან გვინდოდა ასევე ყურადღება გაგვემახვილებინა, შეეხება ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს გარიგებას, ეს არის გარიგება, რომელიც დაკავშირებულია საბანკო სექტორთან და საბანკო სექტორზე ვისაუბრეთ ჩვენი გადაცემის უდიდესი ნაწილი დღეს ამ შემთხვევაში საუბარია Liberty ბანკის შეძენაზე ბაზის ბანკის მხრიდან აი ამ წარმატებულ გარიგებაზე რომელიც არის რა თქმა უნდა ჩინურ კომპანიაზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ჩინურ ინვესტიციაზე ვსაუბრობთ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა რეალურად ამ შემთხვევაში მესამე მსხვილ კომერციულ ბანკად ჩამოყალიბება ბაზის ბანკის არის ძალიან საინტერესო მოვლენა ქართულ საბანკო სივრცეში და ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს საბანკო სივრცის და საბანკო სექტორის კონკურენტ უნარიანობის გასაძლიერებლად ამ კუთხით რა თქმა უნდა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ განსაკუთრებით მისწავლმევია. ბევრ საინტერესო ასპექტს ველით ჩინეთიდან როგორც ჩვენ პირველ რიგში ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასება და ვნახეთ რა თქმა უნდა ახლა უკვე ჩვენს მიმდინარე ანალიზში სწორედ ჩინეთის ელჩის შეფასება. ეს რაც შეეხებოდა საკითხებს რომელიც დაკავშირებული იყო ჩინეთთან და უნიშნულოვანესი ნაწილი ასევე რომელიც ხაზ გასასმელია ჩვენთვის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ რეფორმებზე, რეფორმების დიდი ნაწილი რა თქმა უნდა მართული უნდა იყოს რესურსების სწორად მართვაზე, რესურსებისადმი შესაბამის მოპყრობაზე და მათ შორის წყალი რომელიც არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი რესურსი და წყალი, რომელსაც კიდევ უფრო მეტად ჭირდება მოფრთხილება და რაციონალური გამოყენება. ამ კუთხით ვიტყოდი, რომ აქვალია ასრულებს განსაკუთრებულად დიდ როლს ქვეყანაში და ძალიან საინტერესო ინიციატივის შესახებ მინდა გესაუბროთ და საინტერესო ღონისძიების შესახებ მინდა გესაუბროთ. აქვალიამ და ჯორჯ ნოთერენ პაუერმა მასშტაბური საგანმანათლებლო და ცნობიერების სასამაღლებელი
კამპანიის ყოველი წვეთი ძვირფასია ოფიციალური შემაჯამებელი ღონისძიება და ციფრული კონკურსის გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ბატონი დავით ნარმანია, კომისიის წევრები, კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და კონკურსის გამარჯვებულები. კამპანიის მთავარ მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სასმელი წყლის მიმართ პასუხისმგებლიანი რაციონალური მოხმარების წახალისება და მომავალი თაობების განათლება წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში წყლის სრული ციკლი საინტერესო ინტერაქტიულ და ინოვაციურ საგანმანათლებლო გამოცდილებად გარდაიქმნა. იმიდა შემოგთავაზოთ ასევე GVP-ის კომუნიკაციების დირექტორი შეკა ბერძის შეფასება. შეკა ბერძი აცხადებს, რომ მოგეხსენებათ საქართველოში წყლის სექტორში მრავალი გამოწვევა, რომლის გადაჭრაც აკვალიასა და ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება ურთულეს ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ პროცესს, თუმცა მხოლოდ ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და მილიონობით ლარის ინვესტიცია ვერ იქნება სრულყოფილად ეფექტური თუ პარალელურად არ მოხდა წყლის როგორც საერთოდ აუცილებელი სტრატეგიული რესურსის მოხმარების კულტურის ტრანსფორმაცია. სწორედ ამიტომ სისტემურ განვითარებასთან ერთად ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სასმელი წყლის პასუხისმგებლიანი რაციონალური მოხმარების წახალისება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს არის განცხადება კაპიტანი ეკა ბერძის GVP-ის კომუნიკაციების დირექტორის. თავის მხრივ აღინიშნოს, რომ პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოხედვასთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კამპანიაში თბილისის 100 საჯარო სკოლა, 100 პედაგოგი და 2500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. პროექტისათვის კრეატიულ სააგენტო Livingstone-თან ერთად შეიქმნა უნიკალური სამაგიდო თამაში, რომელსაც ვკრად გადაეცა 100-ვე სკოლას და კვლავაც დარჩება გრძელვადიან საგანმანათლებლო რესურსად ქვეყანაში. გარდა ამისა, 200-ზე მეტმა მოსწავლემ სპეციალურ სასწავლო ტურის ფარგლებში პირადად მოინახულა თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები. პროექტის მეორე ეტაპი კამპანიის კიდევ უფრო გაფართოებას დაეთმო, შეიქმნა ინოვაციური ონლაინ თამაში, სადაც მთავარი გმირი წყლის წვეთი მოთამაშეებს იწვევდა საინტერესო მოგზაურობაში წყლის სრული ციკლის გზაზე მყინვარებიდან ონკანების გავლით კვლავ ბუნებაში დაბრუნებამდე. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, კომპანიის ციფრულმა შედეგებმა ყოველგვარ მოლოდის გადააჭარბა და ერთთვიანი საკონკურსო პერიოდის განმავლობაში საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმაზე 30000-ზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა, ხოლო უდიდესი კონკურენციის შედეგად გამოვლენილი 10 გამარჯვებულ უკვე საზეიმოდ დაჯილდოვდა. პროექტის აქტიური ფაზა 10 ივნისს ოფიციალურად დასრულდა, თუმცა კამპანიის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო ინსტრუმენტები და თამაშები გრძელვადიან მდგრად რესურსად დარჩება საზოგადოებას და მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს წყალმომარაგების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პირველ ადგილზე გავედი. ძალიან ბევრი ვიწვალე და აი არც მჯეროდა სახალისო იყო. გავერთე კიდეც ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავიგე, რომელიც შეიძლება არ ვიცოდი. და მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა. საინტერესო თამაში იყო, უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან საინტერესო კითხვები იყო და რაც მთავარია იყო სხვადასხვა აქტივობები და ეს კიდევ უფრო მრავალფეროვნება, უფრო საინტერესოს ხდიდა თამაშს. მადლობა ორგანიზატორებს. მე ბევრი ვიშრომი ამ თამაშში გამარჯვებისთვის. გავედი მე-9 ადგილზე და უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა. კამპანია ყოველი წვეთი ძვირფასიას ეს ფაზა დასრულებულია, თუმცა ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ პროექტმა შეძლო და შექმნა გრძელვადიანი საგანმანათლებლო რესურსი, რომლებიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თაობებს დარჩება და წყლის ციკლისა და წყლის რთული პროცესების შესახებ, რომელიც ონკანის უკან დგას, ინფორმაციას ადამიანები ძალიან საინტერესო გზით მომავალშიც მიიღებენ სწორედ ამ საგანმანათლებლო რესურსის დახმარებით. ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერისა და აკვალიასთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და წყალმომარაგების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სწორედ ამიტომ, როგორც ეს პროექტი ყოველი წვეთი ძვირფასია, ასევე ბევრი სხვა ცნობიერების ასამაღლებელი საინტერესო პროექტი მომავალშიც გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც ეტაპობრივად საზოგადოებას რა თქმა უნდა გავაცნობთ. კარგი ინიციატივაა, მით უმეტეს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სკოლებზე, მით უმეტეს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სკოლის მოსწავლეებზე და მით უმეტეს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სრული პროცესის ჩვენებაზე, რომ მართლაც წყალი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანთან მოდის, როგორ მოიპოვება,
როგორ მოდის და როგორ ბრუნდება შემდგომ ბუნებაში ამ კუთხით მართლა ცნობიერების ამაღლება შესაძლებელია აქვალია არ იშურებს ინვესტიციების განხორციელებას ამ კუთხიდან მართლაც არის ის ინვესტორი, რომელიც მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვან დარგობრივ ცოდნას გვაწვდის ამ კუთხით ინვესტიციასთან ერთად მართლაც არის დარგობრივი ინვესტორი, რომელიც შესაბამის დარგობრივ ცოდნას და კომპეტენციას გადმოგვცემს ჩვენ ქვეყანას, თუმცა ცხადია ამ კუთხით მუშაობა ახალგაზრდებთან, მით უმეტეს სკოლის მოსწავლეებთან ცნობიერების ამაღლების ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია და რა თქმა უნდა, აქვალია GVP-ს ამ კუთხით წარმატებას ვუსურვებთ. დღეს კი Business Insider-ი ამით დასრულებულია, ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ში, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.